დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ბედობას გილოცავთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება, ხვავი, ბარაკა, კეთილდღეობა, სიხარული, სიყვარული დაგბედებოდეთ. მინდა ერთ თემას შევეხო, ეხლა ამ წუთში ვიმყოფებით ჩვენ საახალწლო სოფელში. მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ალბათ იცით, საახალწლო სოფელი თავიდან დაანონსებული ჰქონდა, რომ 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა ძალიან დიდია მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან და ასევე მეწარმეების მხრიდან. მინდა პირველ რიგში მათ მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, მართლაც ულამაზესია ჩვენი წლევანდელი საახალწლო სოფელი და მინდა იმასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ საახალწლო სოფლის ფუნქციონირება. ანდრია ბასილაია იმყოფება ჩემთან ერთად, ჩემი მოადგილე, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გვეტყვის საახალწლო სოფელთან დაკავშირებით. ანდრო, რო ვთქვათ, აბა როდემდე ვაგრძელებთ საახალწლო სოფლის მუშაობას და როგორ იქნება ეს ყველაფერი? დიახ, როგორც ახსენე, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, წელს ძალიან ბევრი სტუმარი ყავს სოფელში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძველი ახალი წლის ჩათვლით გავაგრძელოთ ყველა ის აქტივობა. ამიტომ ყველას ველოდებით ჩვეულ რეჟიმში 14 იანვრის ჩათვლით და ერთად გავატაროთ. ანუ ძველით ახალ წლამდე ჩვეულებრივად საახალწლო სოფელი გააგრძელებს მუშაობას თავისი კონცერტებით, ყველაფრით. თავისი წარმოდგენებით და ძალიან კარგია, ძალიან მიხარია, მადლობა, რომ მადლობა, ასე რომ მეგობრებო, ძველით ახალ წლამდე ჩვეულებრივად საახალწლო სოფელი გააგრძელებს მუშაობას. კიდევ ერთხელ ბედობას გილოცავთ, ახალ წელს სულ წარმატებები, წინსვლა, სიხარული, სიყვარული, სიკეთე, კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ოჯახს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ასე რომ საახალწლო სოფელი აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ ძველით ახალ წლამდე. აბა დროებით, გემშვიდობებით.